გამარჯობა თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს გიერთდებით აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბოლო ცნობებს გაგაცნობთ და გეტყვით იმას, რომ რამდენიმე საათის წინ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებას რიჟვაძემ სოციალური ქსელით აცნობა და ის როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოების წინაშე არ ჩნდება. რიჟვაძემ არ განმარტა Facebook სტატუსში თუ რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. სტატუსი, რომელიც მან Facebook-ზე დაწერა, ძირითადად მადლობებით შემოიფარგლებოდა და ის მადლობას უხდიდა ბიძინა ივანიშვილს, ასევე თანაგუნდელებს და ბოლო მადლობა, ასე ვთქვათ, მან შემოინახა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და თქვა, რომ ის მადლიერი არის იმ ნდობისთვის, რასაც მისივე თქმით ამ რეგიონის მოსახლეობა მას უცხადებს. ბოლო ცნობები არის ასევე ის, რომ თორნიკე რიჟვაძეს სავარაუდოდ ჩაანაცვლებს სულხან თამაზაშვილი, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე. უკვე წარადგინა რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მას უკვე უმაღლესი საბჭო გამოუცხადებს ნდობას. ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტი თანამდებობებს ან რა სახეებით წარსდგება განახლებული მთავრობა უკვე რამდენიმე დღეში. მე გეტყვით იმას, რომ საჯარო ცნობების თანახმად სულხან თამაზაშვილი არის პოლიციის მაღალჩინოსანი, ის ასევე არის სანქცირებული პოლიციელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის და ჯერჯერობით მეტი მის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. ვნახოთ მისი არჩევის შემდგომ ისაუბრებს თუ არა ის მედიასთან ან რა პოლიტიკა ექნება საზოგადოებასთან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მოსალოდნელი არის სავარაუდოდ ის წინამორბედის პოლიტიკას გაიზიარებს და ეს პოლიტიკა არის ის, რომ საჯარო ღონისძიებები იმართება ამ რეგიონში ისე, რომ მთავრობა ამის შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებს არ ატყობინებს, კრიტიკულ მედია საშუალებებს, რომლებიც კითხვებს სვამენ. ბოლო ინფორმაცია არის ასევე ისიც, რომ აჭარაში კიდევ რამდენიმე საკადრო პოლიტიკა განხორციელდა, საკადრო ცვლილება და ეს არის პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართულებით. გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა და მას ჩაანაცვლებს გიორგი ბუხრაძე. ჯერჯერობით არ ვიცით ეს გადაწყვეტილება რას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილება უბრალოდ როტაციის მიზეზით მოხდა. უნდა გითხრათ ისიც, რომ პოლიციის დეპარტამენტის ახალი შეფი არის ასევე სანქცირებული პირი და ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბუხრაძე ასევე მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების პროცესში და ოპერაციაში. ეს იყო საკადრო ცვლილებები და ცნობები იმის შესახებ, რაც დღეს განხორციელდა. ჯერჯერობით არ ვიცით თუ რა შეიძლება უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილებები. მე კი გეტყვით იმას, რომ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია კვლავაც გრძელდება. მოქალაქეები უკვე 120 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში არიან. რთული მეტეო პირობების მიუხედავად ისინი კვლავ ითხოვენ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას, ასევე რიგ გარეშე არჩევნებს და როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში და დედაქალაქში შეკრებილები ამბობენ, ისინი იქნებიან ქუჩაში მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. მოკლედ ეს არის ბოლო ცნობები, რაც დღეს მოხდა პოლიტიკურ არენაზე. ახლა კი დავიწყოთ უკვე აქ შეკრებილი მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა. ვნახოთ ისინი რას ამბობენ და რა ვარაუდები აქვთ ამ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ლარა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ბოლო ცნობები მინდა შეგაფასებინოთ. დღეს საკადრო პოლიტიკა, ასე ვთქვათ, განხორციელდა აჭარაში. თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს სულხან
თამაზაშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განხორციელდა საკადრო ცვლილებები. რას უკავშირებთ თქვენ და ამ სახეების ცვლილები თქვენი აზრით რა იცვლება ამ მოცემულობაში? მოულოდნელი იყო ცვლილებები ამ კუთხით, თუმცა რეალურად გვესმის, რომ ქართულ ოცნებას თავის პოლიტიკური გზა, რომელშიც სამწუხაროდ ძალადობრივი რეჟიმი ძალიან დიდად მისიყავთ, სჭირდება უფრო მკაცრი ადამიანები, რომლებიც თვალდაუხუჭავად და დაუხამხამებლად იძალადებს ჩვენზე და რეპრესიებით სამწუხაროდ შეეცდება პროტესტის ჩახშობას. თუმცა ეს არ მოხდება, გრძელდება პროტესტი, არ ვიცი, მე-100 დღეა. 120 დღეზე მეტია. მადლობა ლარა. რუსა, გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგვიცვალეთ, უბრალოდ შეგვიფასეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში. თავრობის თავმჯდომარე იცვლება, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართულებითაც არის საკადრო პოლიტიკა შეიცვალა. რას უკავშირდება თქვენი აზრით, ან ეს საკადრო პოლიტიკა რას შეცვლის ამ მოცემულობაში? ამ რაღაც ტრიუმფების გამოცნობა ამ დე-ფაქტო მთავრობისგან, რაც გესმავა იმის მიღმა კიდევ ცოტა ესეთი ჩემთვის პირადად როგორც პოლიტიკაში ნაკლებად შეხედული ადამიანისთვის, რომ შევაფასო ეს ისაც. მაგრამ მე მაინც მგონია და მომაჯერა, რომ თავის გახსნას ეძიებენ ეს ადამიანები, ვინც ამ ეტაპზე ტოვებენ თავის მაღალჩინოსნების პოზიციებს და მიეცემენ საშუალება, მგონია, რომ სამართალი ყველასთან მივარ რაღაც მომენტში მართალია ჯერჯერობით ჩვენი ხალხი და სამართლობა ქვეყანაში და მოგვიანდეს სახსრულება მათ მიერ დაშლილი არაერთი შეცდომა სამართლობის, მაგრამ სიტყვები იძლება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის უკვე სიმიტების ნიშანი, რომ რაღაც სისტემაში დიდან იღება. ჩემთვის ეს გარედან ეს კონკრეტული ცვლილებები და საჭიროებაც კი ჟღერს, რომ თავიანთი პოზიციების დატოვებას და ის ფაზისწრებილებს გადაწყვეტილებას არის მართლა არ ვიცი, ბევრი ვიცი ნეგოციატორის რაც ბატონო თორნიგენ თქვენს განცხადებაზე არ ვიტყვით თქვენ საკუთარ თავზე გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი ხანია მიმდებარებით ვირტუალური გარკვევის ყველა მითითებას ესე გადაგებინებთ აქამდეც და ამ კონკრეტულ დღემდეც როგორც თავადები და ძალიან სამწუხაროა რომ და მას არ ვიცი მოისმენს თუ არა, მაგრამ თუმცა ოჯახი შვილები ყავს ამ ადამიანებს და აი ვერაფრით ვერ მიაზრებ ადამიანებს რომლებიც ამ ქვეყანაში შვილებს რევიან როგორ ცდილობენ იმ მომავლისთვის ისეთ სტრეს თავენდელი ეფექტურობა მოგვიწევენ კი ეს არის ფაქტი ალბათ ჩემი აზრით ცვლილებები ისე შევაფასებდი მოკლედ შევაჭერო ჩემი რათქომი და დიდი ცვლილებებია მოდის ხალხის დასახვევი ესეჩერა ანუ მშვიდად დიჯად მედგრად დავეოდებით აფუნქციონები საზოგადოება თბილისში მდგომი საზოგადოება ჩვენ ევრად მეტი გასაკარგი ვიდრე თქვენ ეს რაღაც ხალხში და მატერიალში დავებული იმაზე მეტია პირადად შემდგრის ვიდრე თავზე საქართველოს ხალხი და არაფერში არ კონვერტდება არაფერს ისე შესაძლებლად Yes,
მადლობა რუსა დიახ ასეთი არის აქ შეკრებილების მოსაზრებები მათ უჭირთ იმის ახსნა და დასაბუთება თუ რას შეიძლება დავუკავშიროთ ეს საკადრო ცვლილებები რაც განხორციელდა დღეს აჭარაში ნიკა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ შეგვიფასეთ საკადრო პოლიტიკა რაც დღეს იხილა საზოგადოებამ განმარტებები არ ყოფილა არ ვიცით რის გამო განხორციელდა ეს ცვლილებები მაგრამ თქვენ რა ახსნა გაქვთ ახსნა ძალიან მარტივია რეალურად ქართული ოცნება დღეს პოლიტიკასაც ეწევა ეს არის ამ პოლიტიკის გაგრძელება ქართული ოცნება ცდილობს რომ მისთვის საჭირო პოლიტიკური კადრები ყავდეს ყველა თანამდებობაზე ჩვენ ხედავთ რომ ძირითადი დარტყმა როგორც ესეთი ეხა მიმდინარეობს პოლიციაზე სწორედ პოლიციის თანამდებობის პირებს ნიშნავენ მათ შორის აჭარაშიც და რეალურად ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ საზოგადოებაში შეიტანონ ეს განცდა რომ ყველას დასჯიან ყველასთან მივლენ და ყველას მოთხოვენ ასოს სწორედ ამიტომ ხდება ეს საკადრო ცვლილებები მიუხედავად იმისა რომ ახშილ თორნიკელიშვაზე თავიდან ბოლომდე ფორმოჭრილი მონა იყო ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ალბათ იყო რაღაცა კითხვები თორნიკელიშვაძესთან რასაც ის ვერ სცემდა პასუხს რაზეც საჭირო იყო კონკრეტული პიროვნებების თანამდებობაზე დანიშვნა რაც დღეს მოხდა რომ ჩვენ ხედავთ რომ პოლიციული ესე ვთქვათ გაძლიერება ხდება აჭარაში შეიცვალა აჭარის სამმართველოს უფროსი შეიცვალა ბათუმის პოლიციის უფროსი რეალურად ეს ყველაფერი ხორციელდება იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ რომ აჭარა როგორც თბილისის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი კერა პროტესტის და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მამოწმებელი ძალა აი ამ პროტესტისა რომელიც დღეს საქართველოშია იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მთავარი ბირთვი ამ პროტესტის სწორედ აჭარიდან წამოვიდა მას შემდეგაც აქ ბათუმელმა სტუდენტებმა დაიწყეს უნივერსიტეტში ღამის გათენება სწორედ ამიტომ მოხდა ეს ცვლილებები რომ ბათუმში და აჭარაში შემოიტანონ აი ეს პოლიციური რეჟიმი და ეს მოქალაქეები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აქედანან მათი დაშინება და დაპატიმრება მოხდეს თუმცა აქვე აღსანიშნავია ერთი ძალიან მარტივი ფაქტი მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნება უკვე თვეების მანძილზე ცდილობს რომ პროტესტში შეიტანოს რაიმე განხეთქილება რომ მოქალაქეების დაპატიმრებით შეაშინოს ეს ხალხი ვინც აქ ყოველდღიურ რეჟიმში მართლა აი მე არ შემიძლია უბრალოდ არ გამოვხატო ჩემ პატივისცემა ამ ხალხის მიმართ იმიტომ რომ შეუძლებელია ესე ყოველდღე იდგე წვიმაში კარში აი ესეთ ამინდებში როგორც ჩვენ გვაქვს და აპროტესტებდე იდგე მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად ჭიშისა მიუხედავად სამსახურის დატოვებისა და არაერთი ჩვენი მეგობარი გამოაგდა სამსახურიდან სწორედ იმიტომ რომ აი აქ ჩვენთან ერთად გასდა ამას ვერ შეძლებს ქართული ოცნება რომ დაამარცხოს რაღაცა პოლიციური გადაადგილებები და აქვე აღსანიშნავია ის რომ თორნიკელიშვაძე მიუხედავად იმისა რომ ის დამნაშავეა ყველაფერში რაც ხდებოდა აჭარაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ კარგად გვახსოვს თუნდაც მის მიერ და მისი ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული იგივე ბატონი ხუთკარაძის მიერ ჩადენილი დანაშაული და ადამიანი მოკლეს იმიტომ რომ საკრებულოში უმრავლესობა მოეპოვებინათ და ეს სწორედ რიჟვაძის ოჯახის მიერ ჩადენილი თორნიკელიშვაძე ვერასოდეს ვერ მოიცავს პასუხისმგებლობას ამ საქმეებზე თუმცა დღეს ჩვენ გამოგვიგზავნეს პოლიციელი სწორედ იმიტომ რომ დაგსაჯოს და ყველა სათითაოდ დაგვიჭიროს მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ძრავართ ვიდგებით ბოლომდე საქართველოს გამარჯვებამდე მადლობა ნიკა დიახ თქვენ ისმენთ ნაციონალური მოძრაობის წევრის შეფასებას და თქვენ როგორც კადრში ხედავთ აქ საპროტესტო აქცია უკვე გრძელდება 120 დღეზე მეტია რაც მოქალაქეები იმყოფებიან ქუჩაში და ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას ანტიდასავლურ პოლიტიკას და ისინი ითხოვენ ასევე რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას და ასევე ხელახალ რიგარეშე არჩევნებს მოდით კვლავ გავაგრძელოთ ის შეფასებების მოსმენა გოჩა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ შეგვიფასეთ საკადრო პოლიტიკა რაც განხორციელდა დღეს აჭარაში თორნიკელიშვაძემ თანამდებობა დატოვა არ ახსნა გადაწყვეტილება თუმცა რა შეფასება და ახმა დაგვრჩა თქვენ და რა შეიცვლება ამ საკადრო პოლიტიკის ცვლილებით კი არ გადადგა გაუშვეს თვითონ როგორ გადაწყვეტა არც დანიშნა გადაუწყვეტია თვითონ და არც დასვლა და რა ვიცი შეფასებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება ანუ დაზიანებული ფიგურა იყო როგორც ჩანს ქართული ოცნების შეფასებით და მოიშორეს გადაარგეს სადღაც თბილისში რა ვიცი წარმოადგენს კანდიდატი რომელიც არის დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციების ქვეშ ბანკები და კომერციული ბანკები საფონდო ბიუჯეტი არის და ფუნქციონირებს
ლონდონის მათთან ანგარიშტობა და მოსახლეობა არ უნდა გაუწიონ აღნიშნულ პიროვნებას და დაველულ კომუნიკაციას და ნახოთ როგორ იქნება. შეიძლება ამაზე უარესი ვინ უნდა შეერჩია რიჟვადეზე მეტყვის ფიქრობდი, მაგრამ თანატოლი უარყოფითი კონტექსტი, თანატოლი და თანაზომადი კადრი ნამდვილად არის და ნახოთ დაველოდოთ მოვლენას. რაღაცნაირი დადებითი მოვლენები არ მაქვს და ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც შექმნილია მერების დონეზე, გუბერნატორების დონეზე, საჯარო მთავრობის თავმჯდომარის რანგში მოქმედი პოლიციელი მოგვივლინეს და მე არ ვაიალებ გასაგებია. მადლობა კოჩა, ნაზი მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა თქვენს შემიფასოთ თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვება, რომელმაც არ ახსნა გადაწყვეტილება, საზოგადოებას არ განუმარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩაანაცვლეს ის უკვე სხვა პირით. თქვენ რა მოლოდინები გააქვთ და რას უჩვენებს ეს საკადრო პოლიტიკა? მიიღო გადაწყვეტილება, იყო რაღაცა გადაჭარბებული ნახვა. ჩემი აზრით, იმიტომ რომ არაფერი გადაწყვეტილება მას არ მიიღო. არც ამის ისთვის არავის თავის და არც ახლა თანამდებობიდან გადაწყვეტილების საუბარზე არ გასაგებია ეს არანაირი საჯარო განცხადება არ გაკეთებულა, გარდა ის პროცესი არის იდენტური ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ასე მიდიან ოცნების კომარკენაზე გაწყვეტილება ვიღაცის სულმუხე არ ნახეთ წერილი, აი ჩები მადლობა ვიცნობენ ეს არის სულ არნაი მოლოდინი არ აქვს პროგნოზის გაკეთება არის შესაძლებელი ერთადერთი რასაც ხოვდეს ეს ადგილობრივი არჩევნების დაზიანებული პროცესი ხოლმე რაც მათ მაღალ პოზიციას ოცნება საუბრობდა რეგიონში გარანტირებულად დაუბრუნ გამარჯვება მადლობა ნაზი. მოგესალმებით ნათია, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი შეფასებაც მაინტერესებს ამ საკადრო პოლიტიკაზე, რას ფიქრობთ თქვენ, რა ახსნა შეიძლება უპოვოთ ამას, როცა თანამდებობას ტოვებენ ადამიანები, განმარტებას არ აკეთებენ საზოგადოების წინაშე, თუმცა დღეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. რა განაცხადი შეიძლება გქონდეს ქართულ ოცნებას? რაღაცა პოლიტიკის კულტურაზე არის რა საუბარი და ხედავთ ეს არის მიტინგი შეიძლება რაღაცა მადლობა ნათია. რომა, შენც რომ შეაფასო, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ, ან ამ სახელი გვარების ცვლილებით რაიმე თუ შეიძლება მართვის პოლიტიკაში? როგორც აი უკანონოდ იყო არჩევნების გაყალბების არზე იყო წყალებში თავმჯდომარე ისე მეთოდებით მოიშორეს
ვიცი ანუ რა შეფასება უნდა ვიყო ადამიანმა გაფრთხილებაში მიიღო მონაწილეობა მას აქვს ამაზე პასუხისმგებლობა რუსულ რეჟიმს უჭერდა თავიდან ბოლომდე ამასთან გარკვეულად რუსულ რეჟიმს აძლიერებდა შესაბამისად ჩვენ უნდა გქონდეს ერთი რეაქცია აი რუსულ რეჟიმის რუსი იყო და შესაბამისად გარდადგება თუ სადმე სხვაგან წავა ჩვენ სამით არნაირი მნიშვნელობა არაფერი არ ისხდება საერთოდ ჩვენთვის ამოცანა ისევ შეიძლება რუსული რეჟიმის შეცვლა ევროპული მთავრობით კოალიციური მთავრობით და ჩვენთვის რა თქმა უნდა უცვლელია ჩვენი მოთხოვნაც თავისუფლება პოლიტიკურ რეჟიმს პოლიტიკური პარტიების მადლობა რომა კობა მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ საკადრო პოლიტიკა რომ შეაფასოთ რა გადაწყვეტილებებიც მიიღო დღეს ქართულმა ოცნებამ რიჯვაძე ისე წავიდა რომ არ განმარტა საზოგადოების წინაშე ესეც რას ნიშნავს ასევე ახალი მთავრობის თავმჯდომარისგან რა მოლოდინი შესაძლოა გქონდეთ რომელიც არის სანქცირებული და ის ითვლება ასევე არალეგიტიმურ ხელმძღვანელად სცენარი რომელსაც ახლა ჩვენ აჭარაში არსებული სიტუაცია ხედავს და დაინახა ის მომდევნო რომ კიდევ უფრო ზოგადად ხალხის პროტესტება შესაბამისად უნდა რომ შემოიყვანა ახალი ენერგია, ახალი გონება კამპანიაში და სიტუაციაზე პასუხისმგებლობის მომენტი უფრო ინაცვლებს ყობახიძის მხარეს. თუ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეთ ამაზე ნაადრევია ჯერჯერობით საუბარი, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მათ უნდა ახალი ენერგიის და გონების შემოყვანა იმისთვის, რომ აჭარაში არსებული სიტუაცია ხალხის უსაფრთხოება ამორჩევის განდგომა მმართველი პარტიისგან და ევროპული ხელისუფლებისგან უფრო ნაკლებად ჩანდეს და ადამიანებში მოდი ასე ვთქვათ გაჩნდეს მოლოდინი, რომ აი მოდი გავიგოთ ეს ახალი მთავრობის თავმჯდომარე რაზე არის. თუმცა გაცნობილი ვარ, რომ პოზიტიური კუთხე მადლობა კობა დიახ ასეთი არის ბოლო ცნობები და გეტყვით და განმეორდები იმას რომ აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჯვაძემ თანამდებობა დატოვა მან ამ შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა დილით დაწელა Facebook სტატუსი და ძირითადად ეს სტატუსი შემოიფარგლებოდა მადლობებით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი რომ რიჯვაძეს ჩაანაცვლებს სულხან თამაზაშვილი რომელიც არის სანქცირებული პირი და მისი წარდგინება მოახდინა უკვე ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მას უკვე ნდობას გამოუცხადებს აჭარის არაკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო ჯერჯერობით ცნობილი არ არის თამაზაშვილის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ვინ იქნება ან შეინარჩუნებენ თუ არა მოქმედი მინისტრები თანამდებობებს გეტყვით იმასაც რომ ცვლილებები განხორციელდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის შემთხვევაში მოხდა ისე რომ გრიგოლ ბესელიამ დატოვა თანამდებობა და მან ის ჩაანაცვლა გიორგი ბუხრაშვილმა რომელიც ასევე არის სანქცირებული პირი და საგულისხმო დეტალი და გარემოება არის ის რომ ის ნაციონალური მოძრაობის დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი და ის ასევე მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის
დაპატიმრების ოპერაციაში. დიახ, ეს არის ცნობები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც მიიღო დღეს ქართულმა ოცნებამ. მოდი კვლავ ისევ გავაგრძელოთ შეფასებების მოსმენა. გენო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. საკადრო პოლიტიკა მინდა რომ შეაფასოთ. რაზე მეტყველებს ის, რაც დღეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა, რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა, სხვა კადრის შემოგთავაზეს. როგორ ფიქრობთ ამ სახელი და გვარების ცვლილებით რაიმე თუ შეიცვლება მართვის პოლიტიკაში? იმ პოლიტიკის გამტარებლები, რომელიც სჭირდება ქართულ ოცნებას, რომელიც სჭირდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, აი ამ ქვეყნის ნომერ პირველ ერთ და რა თქმა უნდა ადამიანებს, რომლებიც კიდევ ჩრდილოეთში არიან მოთავსებულები და იქიდან გამყარდაონ და აზროვნე დავალებებს საქართველოში აი ასეთ გამყიდველებს. მე დავუმამობ რომ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ვიღაცა მოვა რაიმე გაუმჯობესება ქართლის ადგილობრივი ბილეთების ხომ წარმოუდგენლად აი წარმოუდგენელია ჩემთვის. ერთი რამე და რომ კიდევ აი რაც სამთავროს უწოდებს აჭარის თავის თავმჯდომარეს და უკანა დადიოდა თითქმის 4 და უკანა კარები ჩედიოდა სამსახურში და უკანა კარები ისე აი ასევე უკანა კარის შემოყვანა მოუწევს ახალ თავმჯდომარეს და ისე უკანა კარიდან დატოვა მოუწევს. ეს არის ის რეალობა და ის ცირკი, რაც მადლობა გენო. გოჩა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. შეგვიფასეთ დღევანდელი პოლიტიკური ცვლილებები, რაც განხორციელდა აჭარაში. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ისე დატოვა, რომ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ახალი კანდიდატი წარადგინეს. რაზე მეტყველებს ეს და რა შეცვლის ეს და შეიძლება თუ არა ქართული ოცნების მართვის პოლიტიკა ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ქართული ოცნების ყოფილ ლიდერს რა აღქმა დაგჭათ და რა შეფასება გაქვთ? დღევანდელმა დღემ საზოგადოებას აჩვენა, რომ ადამიანი, რომელიც 7 წლის განმავლობაში იკავებდა მთავრობის თავმჯდომარის სავარგლებს, იკავებდა რეალურად ეს არის მთავრობის თავმჯდომარე, არალეგიტიმური, უკიდურესად კორუმპირებული ადამიანი Facebook პოსტით დაემშვიდობა საზოგადოებას. წარმოიდგინეთ მართველი გუნდის დამოკიდებულება მის მიმართ და რასაც მეტყველებს ზოგადად ადამიანი, რომელიც 7 წლის განმავლობაში იყო ამ პოსტზე, ერთი Facebook პოსტით დაემშვიდობა თავის ამორჩეულ საზოგადოებას. უკიდურეს კრიზისში არიან, რეალურად 7 წლის განმავლობაში რიჟვაძემ შექმნა პრობლემების დასწრა რეგიონში. ეს პრობლემა ისე რჩება, ეს არის სპორტული კომპლექსის პრობლემა, სოციალური საკითხები რეალურად როდესაც ის 3 წლის განმავლობაში არასულა მთაში და ყოველი მისი ასვლა იყო ფორმალური ფოტოს გადაღები და დიქტატურასთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ, რომ რეალურად ის დაკავებული იყო მარტივ პოპულიზმით. ყავდა მას პარლამენტი გარკვეული წლების განმავლობაში მას აფარებდნენ, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული და დასაწყისი მიიღეს გადაწყვეტილება და თორნიკე რიჟვაძეს მოუწია იძულებული გახდა ქართული ოცნება, რომ გადაეყენებინათ ის დაკავებული თანამდებობა. დარწმუნებული ვარ ეხლა, რომ საქართველოს მთავრობაში სადაც
ხელოვნურად ან აუდიტის ან სადღაც რომელიღაც სამსახურში გამოუძებნია მას სამსახურს, მაგრამ მე მას პირდები პირადად რომ აუცილებლად, როცა იქნება ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ეს დრო აუცილებლად დადგება ძალიან მალე, ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებს ყველა თავისი დანაშაულებისთვის, რომელიც აქვს მას პირადად დავით რიჟვაძეს, ზონდერს, ხელმა აჭარავიცის და აუცილებლად აგებს ეს ადამიანები პასუხს. მათ რეგიონში არაერთი ადამიანი საუბრობს მათ კორუფციული გარიგებების შესახებ, რომ მათი შექმნეს მთელი სინდიკატი, ისინი არიან დამნაშავეები, ყველაფერი არის დროის საკითხი, ამიტომ თორნიკე რიჟვაძე უნდა ელოდეს, რომ ადრეთი გვიან მათთან მივა რეალური მართლმსაჯულება. ამის თქმა შემიძლია მე. მადლობა, ბატონო გოჩა, ციალა მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელი გადაწყვეტილებები მინდა რომ შეაფასოთ, თქვენ რა ახსნა და დასაბუთება გაქვთ და თუ შეიძლება ამ გადაწყვეტილებებით როგორ ფიქრობთ ქართული ოცნების მართვის პოლიტიკა? უბრალოდ თორნიკე რიჟვაძე იყო ერთ-ერთი პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც დაიწყო ქართული ოცნების ინსტიტუტი. პირველივე მისი განცხადებები დაღლიტების ქარავანების მაგალითად კარგად ჩანდა მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. ასევე დარგის ექსპერტებთან დაკავშირებით უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია და რა ვიცი, მე ეგეთი მოსაზრება მაქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე იყო ერთ-ერთი საუკეთესო მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების პირობებში და აუცილებლად ის იქნება ერთ-ერთი პირველი განსაჭირთა სკამზე, რომლებიც ამ შემთხვევაში დაიჭებიან ამ ხელისუფლებაში არნახული კორუფციული გარიგებების განაიქო ჩახსენებდა, რომ წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციული გარიგებები ხდებოდა ამ რეგიონში, არაერთი კვლევა არსებობს მისი და მისი ოჯახის წევრების ინტერესებთან დაკავშირებით სამშენებლო ბიზნესში და სხვა ტიპის ბიზნესებში. ის ასევე არის, რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი მაგალითი, როგორი მაღალჩინოსნები ყავს ქართულ ოცნებას და ყავდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ რთული იყო იდენტიფიცირება კი, ხო. გოჩა აპირებდა პერფორმანსის ჩატარებას, ნახოთ რა, კეთილი, მადლობა. თოკა ესე აწერია, როგორც ვიცი, ბანი. კეთილი, წავიდეთ. მადლობა ციალა. ერთგვარი პერფორმანსი არის საჭირის მთავრობის სახლთან თორცდები და ასევე ვეცდები, რომ ახლოს მივიდეთ და გაჩვენოთ. ხო, პერფორმანსს უდგამდით ხომ თორნიკე რიჟვაძეს რა წერია? ჩაო, თოკა. აი რაღაცნაირად ემთხვევა ეს ყველაფერი და წვიმა მოგონებებს ასველებს რიჟვაძისთვის 4 აპრილს 2025 წელია და აი გულწრფელად მიხარია და ულოცავ ყველა ღირსეულ წესიერ სამართლიან ადამიანს, რომ ეს ნაძირალა უკიდურესად კორუმპირებული მამაშვილი ძალიან მალე საერთოდ ჩამოცივდება ხელისუფლების ყველა ბერკეტს და პირდები რომ ადრე თუ გვიან დადგება და ისინი ორივე თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად პასუხს აგებენ ყველა იმ უსამართლობისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს ამ რეგიონში. მადლობა, გოჩა. დიახ, ასეთი არის შეფასებები აქ შეკრებილი ადამიანების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ თორნიკე რიჟვაძე თანამდებობა დატოვა და მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას აცნობა სოციალური ქსელის მეშვეობით. თორნიკე რიჟვაძეს ვიცით, რომ ჩაანაცვლებს სულხან თამაზაშვილი, რომელიც ასევე არის სანქცირებული პირი. საკადრო ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გრიგოლ ბესელიას ჩაანაცვლებს გიორგი ბუხრაძე, რომელიც ასევე არის სანქცირებული პირი და ის ასევე საგულისხმო გარემოება არის, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ელ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში. თქვენ ისმენდით შეფასებებს აქ შეკრებილი ადამიანების. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმს. დროებით გემშვიდობებით, ცხადია ჩვენ განახლებული ინფორმაციით კვლავ შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში.
პარალელურ რეჟიმში კი სიახლეებს გაეცანით აჭარა ტაიმსის სოციალური არხების გვერდებზე. დროებით